ნიჭისა და ხელოვნების სამდღიანი ზეიმი, რამაც მაყურებელი ჯადოსნური ჰანგების სამყაროში ამოგზაურა. გურჯაანმა პირველად ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა. საღამოები თემატურად იყო წარმოდგენილი და მაყურებელს პიანისტ ნიკა ნიკვაშვილის, სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის, ცნობილი ქართველი ხელოვანებისა და იტალიელი მუსიკოსის ნელო სალცას ცოცხალი შესრულების მოსმენის შესაძლებლობა ჰქონდა. ფესტივალი სამივე დღემ სრული ანშლაგით ჩაიარა. საღამოები ტრადიციად იქცევა და ყოველ წელს შემოდგომის ბოლო კვირას გაიმართება. ქართველი და უცხოელი ხელოვანების უკვდავი შემოქმედება, საოცარი სასცენო შესრულება და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელა მეგრელიშვილის სიუჟეტში. გურჯაანის 3 დღის განმავლობაში მასპინძლობდა ხელოვნების პირველ საერთაშორისო ფესტივალს. კულტურის ცენტრის დიდი დარბაზი მაყურებელს ვერ იტევდა. კახეთის შუაგულ ქალაქში თავი მოიყარეს ცნობილმა ქართველმა და უცხოელმა მუსიკოსებმა. კომპოზიტორის, დირიჟორის, პიანისტისა და არანჟირების დიდი ოსტატის ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით გურჯაანში დაფუძნებულმა ღონისძიებამ ისტორიის ათვლა დაიწყო და ადგილობრივ მსმენელთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუმარი დაუვიწყარი მუსიკალური ზეიმის თანამონაწილე გახდა. სასიხარულოა რომ გურჯაანში საფუძველი ჩაეყარა ძალიან მნიშვნელოვან ფესტივალს, ეს არის გურჯაანის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი. ეს ფესტივალი წელს პირველად ტარდება, მაგრამ ყოველწლიური იქნება. გურჯაანის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი არის ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი როგორც რეგიონისთვის, ასევე ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. გურჯაანის კულტურული და შემოქმედებითი პოტენციალის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის, ასევე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობისთვის და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობის შექმნისთვის. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ფესტივალის იდეის ავტორებს, ბატონ დავით სონგულაშვილის თაოსნობით, ფესტივალის ორგანიზატორებს, თვითმფრინავილ მონაწილეს, საქართველოს კულტურის სამინისტროს ასეთი ხელშეწყობისთვის, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს, მაესტროს ნიკა ნიკვაშვილს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მინდა უთხრა საქართველოს კულტურის სამინისტროს, გურჯაანის მერიას და ყველა იმ ადამიანს, ვინც აი ასეთი დიდი საჩუქარი გაუკეთა საზოგადოებას. ხელოვნება ხალხს ეკუთვნის. დიახ, დღეს ის საზოგადოება იყო შეკრებილი, რომელსაც იციან შრომის ფასი და შემდგომ კულტურული დასვენება. დღეს აქ სცენაზე წარმოდგენილი იყვნენ ჩვენი ერის ყველაზე ღირსეული და გამორჩეული კულტურის ვარსკვლავები და იქ სადაც არის ნიკა ნიკვაშვილი, ჩვენი კახელი ადამიანი, რომელსაც ზეჭაბუქს ვეძახი, იქ არის რა თქმა უნდა გემოვნება, იქ არის მაღალი კლასის მუსიკა. აი როგორ იყო შეკრული თვითონ ღონისძიების საღამო, რომ ფაქტიურად დარბაზს არ უნდა დაშლილიყო. ჩემი ემოციები აბსოლუტურად და შინაგანი მუხტი ამ წუთში არის განუსაზღვრელი. ალბათ სახელმწიფო მეტყვი, იმიტომ რომ მე 78-80 წლებიდან აქტიურ ცხოვრებაში ვარ დედაქალაქ თბილისში. იმით და მიხედვით რომ არაერთხელ ითქვა რომ გურჯაანში ყოფილიყავი რაღაც ხელმძღვანელ თანამდებობაზე, როცა მომეც ამის საშუალება თავისთავად ცხადია, მე ვერ მოახერხე მაშინაც კი რომ ეს გამეკეთებინა. დღეს ასეთი მუხტის შემოტანა, როცა პედაგოგები, როცა კულტურა, განათლება, სოფლის მუშაკები, ბიზნესმენები, ახალგაზრდობა ასეთი საოცარი ლამაზი სახით გამოდიან ერთმანეთის თვალებში უკვე ზრუნოს სიამოვნება, მე ამით ამაყია უკვე და ბედნიერი ვარ. მე მადლობა უთხრა ყველა მონაწილეს. აქ არის შეუულებრივი ღირსეული მაღალი დონის მომხრეები იყვნენ თუ ვიწყოთ, ამ კონკრეტულად მე ბავშვობიდან ვიცნობ კიდე ნატოს და ცხელს, მაგრამ ასეთი სიამოვნება ასე ახლოს გურჯაანისათვის ეს დიდი პატივია. მე ულოცავ გურჯაანელებს. მადლობა მონაწილეებს, მადლობა ხილულთო უხილო ხელმძღვანელებს, ვინც ამაში თავის ლომის წილი შეიტანენ და თვითოულ ადამიანს, ვინც დღეს ეს სიამოვნება მოგვენჭა. ფესტივალის პირველი დღე გურჯაანის ფოლკლორულ ანსამბლებს და თოჯინების სახელმწიფო თეატრის მსახიობებს, მეორე კი კინომუსიკას დაეთმო. სმენელის წინაშე მსოფლიოში აღიარებულ მეცო-სოპრანო იანო ალიბეგაშვილთან და ქართული და უცხოური ესტრადის ვარსკვლავებთან ნატო მეტონიძესა და თამარ გვერდწითელთან ერთად კომპოზიტორის, კინოაკადემიის ორგზის ოსკაროსანი ლაურეატის ენიო მორიკონეს მდიდარი მუსიკალური ტრადიციის გამგრძელებელი და არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ნელო სანსი წარდგა.
მაესტროსთან თანამშრომლობით უზომოდ ბედნიერი ვარ. განსაკუთრებით აღმაფრთოვანა დიდებულმა პუბლიკამ. დარბაზიდან ზღვა ემოცია მოდიოდა. ეს დღე არასოდეს დამავიწყდება. ძალიან მიხარია, რომ დღევანდელ დღეს მომეცა საშუალება რომ მიმეღო მონაწილეობა ამ კონცერტში. ძალიან დიდი მადლობა ნიკა ნიკვაშვილს, რომ მომიწვია ამ ფესტივალზე და მინდა ძალიან დიდი წარმატება უსვა ამ ფესტივალს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. საერთოდ კახეთის მიმართ მე ვარ ძალიან დიდი სიყვარული მაკავშირებს, ძალიან მიყვარხართ, ძალიან მდიდარი ხალხი ხართ სულიერად თუ საერთოდ რესურსებითაც რა თქვა და თავისთავად და ძალიან დიდი მადლობელი ვარ საერთოდ ამ ყველაფრით. ფესტივალის კულმინაცია იყო დასკვნის დღეს გამართული გალა კონცერტი, სადაც სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის თანხლებით იანო ალიბეგაშვილმა, ლიზი ბაგრატიონმა, სოფო ხალვაშმა, ნატო მეტონიძემ, თამარ გვერცითელმა, გიორგი ლომისელმა, გიორგი სუხიტაშვილმა, გიორგი მახარაშვილმა, ანსამბლებმა შვიდკაცამ და გურჯაანმა ნამდვილი მუსიკალური შოუ მოაწყეს. ის სითბო, იმ სიყვარულის გაცვლა, რომელიც რეგიონებთან ხდება, მართლაც განსაკუთრებულია ჩვენთვის. მე იმასაც ხვდები, რომ ჩვენი აქ ყოფნაც მნიშვნელოვანია გურჯაანისთვის. აქაურ მხარეს არც სიმღერა აკლია, არც გემოვნებაში უჭირთ და არაფერი ჩვენი სასწავლებელი არა აქვთ, მაგრამ ის რომ ჩვენ ერთმანეთი უნდა გვყავდეს, ის რომ ჩვენ უნდა სულ გქონდეს შესაძლებლობა ერთმანეთთან შეხვედრის, ეს არის ფაქტი. ის რა დღესასწაული, რაც მაესტრომ დღეს მოაწყო, ეს არა მხოლოდ გურჯაანელებისთვის იყო დღესასწაული. აი ჩვენ თვითონ ვიდექით კულისებში ერთმანეთს, ვსვლიდით, ველოდებოდით და გრძნობდით რამხელა ბედნიერებასთანა გვაქვს საქმე და ან როგორი აპლოდისმენტები მივიღეთ, როგორი დღესასწაული იყო, დაუვიწყარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ მართლაც გურჯაანის საერთაშორისო ფესტივალი ერთ-ერთ კულტურულ რუქაზე ძალიან თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს, რადგანაც ის რაც დღეს ხდებოდა, უნდა მეორდებოდეს ხშირად. მადლობა გურჯაანს, მადლობა გურჯაანელებს, მადლობა ყველა იმ თანამდებობის პირს, ვინც შეძლო ეს დღესასწაული არა მარტო გურჯაანელებისთვის, არამედ ჩვენთვის მონაწილეებისთვის ეჩუქება. მე მგონი შესანიშნავი კონცერტი იყო, ამდენი შესანიშნავი მომღერალი, აჟღერდა გრანდიოზული ქართული მუსიკა და ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ, რომ ასეთი ისტორიული კონცერტის მონაწილეები ვართ. დიდი მადლობა ყველა მომღერალს, ჩემს კოლეგებს, დიდი მადლობა დირიჟორს, დიდი მადლობა თქვენი ქალაქის, ქალაქ გურჯაანის მერიას, ყველას დიდი მადლობა, იმიტომ რომ იგრძნობოდა, რომ გულგრილი არავინ არ დარჩენილა და დარბაზის მიღება კიდევ ეს ოვაციები უფრო მეძე მეტყველებს ვიდრე მხოლოდ ტაში. ძალიან მიხარია, რომ ესეთი დიდი ქართული საქმე გამოგვივიდა. ხშირად მინახავს ჩემი ცხოვრების განმავლობაში კარგი პუბლიკა, მაგრამ არის კიდევ გამონაკლისი მსმენელი და ეს ერთ-ერთი იყო დღევანდელი საღამო. აი რომ არ დამავიწყდება ისეთი პუბლიკა და ისეთი სიამაყე აი ამ სცენაზე დგომით, ამ არაჩვეულებრივ დარბაზში, საოცარი აკუსტიკით უნდა ითქვას, რაც დღეს ძალიან იშვიათად ხდება და მართლა ძალიან გულწრფელები ვიყავით ყველა. აი იმ სიყვარულში გავერთიანდით, რომელიც დარბაზიდან იგრძნობოდა და ჩვენც მთელი გულწრფელობით ვიმუშავეთ დღეს და ძალიან ამაღლებულ განწყობაზე მივდივარ, განწყობით ბრუნდები უკან. ასე რომ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ საოცარ მხარეს, საოცარ ქალაქს. დღეს გახდა დასკვნითი დღე ფესტივალის და სხვა ფესტივალის. გვაქვს ყველა იმ მუსიკოს, რომელიც სცენაზე იყო, არაერთი მუსიკოსი იდგა დღეს სცენაზე.
ის მუსიკოსები, რომლებიც მსოფლიო სცენებს იპყრობენ და არიან უდიდესი ვარსკვლავები. მინდა გითხრათ, რომ დღევანდელმა საღამომ აი მართლა მოლოდინს გადააჭარბა, იმიტომ რომ ჩემთვის როგორც მუსიკოსისთვის არის პირველი მაჩვენებელი, როდესაც დარბაზის განმოდის რაღაც განსაკუთრებული ემოცია, განსაკუთრებული ეს მუხტი, რომელიც მე ჩვენ გადმოგვედება და რაღაცა ესე იგი უწყვეტი მუსიკა მიედინებოდა სცენიდან და მინდა ყველა ადამიანს მადლობა ვუთხრა ორგანიზატორებს, გურჯაანს, ქალაქ გურჯაანს, კულტურის სამინისტროს, ყველა იმ ადამიანს, ვინც აი ამ ზეიმის მოწყობაში მიიღო მონაწილეობა, არაერთი ადამიანი იყო ჩართული და საოცარი ენთუზიაზმით, საოცარი მონდომებით, სულ ცოტა მოკლე დროში რაღაც შეუძლებელი გახდა ეს არის მაჩვენებელი იმის, როდესაც არის დიდი სურვილი, როდესაც არის დიდი მონდომება ყველაფერი გამოდის. გურჯაანის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად შემოდგომის ბოლო კვირას გაიმართა.